სალამი ბაიკერებო და არა მარტო ბაიკერებო, როგორ გიკითხოთ, მოგეხსენებათ Yamaha R3 Ninja 400 და Duke 390. ყველა არის დამწყები რაიდერებისათვის საუკეთესო არჩევანი. სწორედ ამიტომ დღეს ყავს სტუმრად Yamaha R3. და დღევანდელი ეპიზოდით, რა თქმა უნდა, მას დაეთმობა. ჩაუჯიქით, კარგად დაახვიოთ, კარგი ვიდეო იქნება. Yamaha R3 არის სპორტული ბაიკი. იგი უზრუნველყოფს სიჩქარის შეუდარებელ შეგრძნებას და განკუთვნილია დამწყები რაიდერებისათვის. Yamaha R3 აღჭურვილი არის 321 კუბიანი 2 ცილინდრიანი 4 ტაქტიანი სითხის გაგრილებით ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 42 ცხენის ძალას 10700 RPM-ზე და მაქსიმალურ ბრუნვას 29.6 ნიუტონ-მეტრს 9000 RPM-ზე. საწვავის მიწოდება ხდება ელექტრონული ინჟექტორის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას და დაბალ საწვავის მოხმარებას. კონკრეტულად ეს ბაიკი არის 2016 წლიანი, გარბენი აქვს 12000 კილომეტრი. R3-ის დიზაინი შთამბეჭდავი და აგრესიული იერით გამოირჩევა, რაც ხაზს უსვამს მისი სწრაფისა და დინამიურობას. წინა და უკანა ლედგანათება უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას ნებისმიერ პირობებში, ხოლო მრავალფუნქციური LCD ინსტრუმენტების პანელი გაძლევთ ყველა საჭირო ინფორმაციას. მოტოციკლის მოწინავე ABS სისტემა უზრუნველყოფს თქვენს მეტ უსაფრთხოებას. Yamaha R3-ის ზომები და წონა იდეალურია როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ გადასაადგილებლად. საბურავებს რაც შეეხება, წინ არის 110-70-17 და უკან 140-70-17. ისინი უზრუნველყოფენ სტაბილურობას და უსაფრთხოებას მაღალი სიჩქარის მოძრაობისას. რაც შეეხება წვას, იგი ქალაქში მოიხმარს 4-დან 6 ლიტრამდე, ხოლო ქალაქგარეთ 6 litrს. ისევე თქვენი სიარულიდან გამომდინარე. სალამი ბექა, როგორ ხარ, როგორ გიკითხო? პირველ რიგში მადლობას გიხდი, რახან შენი ბაიკი გვათხოვი და გამოყვევი ვიდეოს გადასაღებად, ბევრ ადამიანს აინტერესებდა. და ეხლა რამოდენიმე კითხვას დაგისვამ და გულახდილად შენ გამოცდილება როგორ იქნება R3-თან და რამოდენიმე კითხვაზე რომ გამსე პასუხი რა. პირველი იქნება ის რომ როდის შეიძინე ეს ბაიკი, მანამდე ყავდა თუ არა რამე და რავი როგორი კმაყოფილი ხარ და ასე შემდეგ რა. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში. ეს ბაიკი მყავს დაახლოებით 9 წელია. მანამდე გამოცდილება მქონდა სკუტერის 125 კუბიანი მოპედის 2 წელი ვატარებდი ჩაუბრალად ქუჩაში მოძრაობა და ყველაფრის აზრი ვიყავი ასე ვთქვათ და გაჭირვებით საერთოდ არ გამჭირვებია, უბრალოდ ის არის რომ მექანიკა რო არის სიჩქარეების გადართვას უნდა ასე ვთქვათ დამუღამება ბრწყალებში და მერე ყველაფერი თავის სპიდის მით უმეტეს სტარტერ ბაიკებია და შეცდომებს პატიებენ. კი ბატონო, შეცდომებს პატიებენ, მაგას შენ თვითონ ახსენე და ამ შეცდომებში ჩემი აზრით იგულისხმება, არ ვიცი დამეთახმები თუ არა ის რომ მოსახვევში სიტყვაზე არასწორად რომ შეხვიდე ან ეს ან ის, ანუ გასწორების საშუალებას გაძლევს, როგორც მაგალითად ლიტრიანი ბაიკი არ მოგცემს ეგეთ საშუალებას და დიდი შანსი არ არის უფრო ლიტრიანზე რომ გაასწორო ვიდრე დაბალ ბაიკზე. და ასევე როგორც ვიცი ABS-ი არის, ესეც გეხმარება ყველაფერში, ხო? ABS ვერსია და ძალიან გეხმარება ასე ვთქვათ ექსტრემალურ მომენტებში, უბრალოდ მე ასნელი ავარიის შემდეგ უბრალოდ მადლობას გადავხდის. როდესაც მოხდება და ABS-ი, აი მაგ შემთხვევაში აქვს აზრით, რომ ABS მოტოებითაც რა თქმა უნდა ამოხრუჭებენ და ყველაფერი კარგად, უბრალოდ ABS-ი დამწყებს მით უმეტეს ეხმარება სწორი მოხრუჭის შერჩევაში. კი ბატონო, და აი როგორი კმაყოფილი ხარ ახლა რომ შეიძინე, აი რაიმე სხვა ნანო ან სხვა ბაიკი ხო არ მეყიდა იგივე კლასში სიტყვაზე Ninja 400 ან Duke ან რაიმე სხვა. არა, ნამდვილად არ მინანია პირიქით. ეხლა თავიდან ვყიდულობ და პირველ სტარტერ ბაიკს ისევ ამას ვიყიდი ზუსტად, იმიტომ რომ ყველაფერს ასე ვთქვათ ძალიან მარტივი ამაზე რომ ისწავლო, ძალიან მსუბუქია, 170 კილოგრამამდეა და მანევრულია, გეხმარება მანევრში და ასე ვთქვათ საუკეთესო სტარტერ ბაიკია ჩემი აზრით. კი ბატონო, და თან რავი მესაც დავამატებ მე რომ წეღან ვიარე და ვიცი რომ არ არის ნელი რა, რაღაც გარკვეული აბაროტების, ანუ ბრჭყალებში აბაროტების მერე, ბრუნვის მერე იხსნება, რაღაცნაირად იხსნება და კარგად მიდის. Ninja 400-ის ნატარები მყავს. იმასაც ზუსტად იგივე შეგრძნებები ქონდა დატოვებული. ეხლა ანუ კონკრეტულად გამიჯვნას გააკეთებს ადამიანებს, ვისაც Ninja 400-იც ყავს და R3-იც რა, ან რაღაცა ისეთი უნდა იყოს. მე ხარ ახლა არც ერთი არ მყოლია და უბრალოდ
სტუმრად მყავდა ორივე მოწვეული, აი განსხვავებით თითქმის ვერ ვაკეთებ რა. ანუ აჩქარებებში და რაღაცებში მაშინ უნდა დავაყენოთ და გავიაროთ, მაგრამ არც ერთი არ ჩამორჩება, არც ერთს და არც მეორეს. ორივე კაი ტიპი არის და დამწყებისთვის კაი კი არა, რავი, ჩემი აზრით, ცოტა დიდი ხანის რო გაიჩერო, ამეთ 1-2 წელი მაინც გაგიწორდება. და ის მინდა და მეთქვა რომ ანუ 125 კუბიანებს და 150 კუბიან მოტოებს ეს ნამდვილად ჯობია, იმიტომ რომ ერთი მალეც არ მობეზდება დამწყებს და პატრონს ვისაც ეყოლება და ასე ვთქვათ თავის სიამოვნებას და ადრენალინს მაინც მიიღებს ამ მოტოთი და არ უნდა ეგონოს რომ აი მაინდა-მაინც 4 ცილინდრი და 600 კუბიანი და 1000 კუბიანით მარტო სიამოვნება არა ნამდვილად ამითიც ძალიან კარგ სიამოვნებას მიიღებ და ასე ვთქვათ ბოლომდე გამოიყენეთ მის შესაძლებლობებს. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალი და თვითონ R3 არის სპორტი, ქალაქში ძალიან კარგად გადაადგილდება, კარგი მოხუვის კუთხე აქვს საჭის, გოგეხსენება ჩვენი დღევანდელობა როგორ გადაჭედილი არის ქალაქი და ყოველდღიურ გამოყენებაშიც ძალიან კარგ ანუ არ გღლის მოკლედ რა, კარგ თავშეჭდილებებს, კარგ კომფორტს თავაზობს რა და წვას რაც შეეხება, თქვი კიდევაც განხილვაში რომ 4 ლიტრას წავდა ასფალტზე, ანუ ქალაქგარეთ და 4-დან 6-მდე ქალაქში. ეგეც ისე თქვენზეა დამოკიდებული რა, ანუ როგორ დააწევინებ. მოკლედ ძალიან ეკონომიური ბაიკია, სერვისის ნორმალური აქვს, არ არის მალე ფუჭებადი. და რა ვიცი, ჩემი აზრით დამწყებებისთვის ერთ-ერთი კარგი ტიპი არის ეს რა და რა მე გირჩევთ რომ შეიძინოთ და ეგრევე ლიტრიანით არ დაიწყოთ, თორე არის ის პროცენტულობა რაღაცა 0.01 რომ ლიტრიანით დაიწყო ადამიანმა ცოცხალია დღემდე და კარგად არის და არაფერი არ მოსვლია, მაგრამ ყველაფერი არის შანსებზე და სიტუაციაზე. მე პირადად მქონია მომენტი რომ მოპედით ისე წავქცეულო და ისე დამიზიანია თავი რომ მოციქეთ ეგეთ შემთხვევა ჯერ არ მქონია და ამიტომ ისე თქვენზე უნდა იყოს, ხო? ანუ შენ გამოცდილებაზე რა უნარები გაქვს, რა მანერები გაქვს, როგორ რეაქცია გაქვს სავარაუდო სიტუაციაში, როგორ დაიარო და ასე შემდეგ. მარტივია, მსუბუქია, მოქნილია, ჭვანაკლები აქვს, სერვისი კაია, გამძლე არის, ნუ მეტი რა უნდა გჭირდებოდეს ახლა დამწყებს, რომ მე ადგედა სიტყვაზე იყიდო სხვა ბაიკი. ნუ წლები ვერ გაიჩერებ ამას, რა თქმა უნდა, ყველაფერი მობეზრების ამბავია. მაგრამ კარგად გამოგადგება რა. ნამდვილად არ მოგბეზდებათ მალე და ჩემგან სრული რეკომენდაცია ამ ბაიკს დამწყებებისთვის. კაი, ბიკა, მადლობა აბა დიდი და კიდევ ერთხელ გიხდი იმასთვის მადლობას, რომ ბაიკი გვათხოვე და ბევრი ადამიანი ახლა შევა და სერჩავს და ნახავს, რომ აი R3-ის განხილვა დევს და რაღაცა ინგლისურ საიტებზე და იმაზე არ დაიწყებს ძებნას. და იქნება ქართულადაც ეს განხილვა და Ninja 400-იც მე დავსვათ გადავიღებ Ninja 400-საც. და რავი რა, რაღაცა ერთი კაი ინფორმაცია და კაი პეიჯი შევმატეთ YouTube-ს ჩემი აზრით. მადლობა პირიქით შენ. კაი ხარ, აბა ბედნიერად და კაი რაიდი.